კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს გარეშე ვარშავაში ევროკავშირის მომავალზე მსჯელობა ისე დასრულდა, რომ იქ ივანიშვილის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. შეხვედრას არა მხოლოდ კანდიდატი სახელმწიფოები, არამედ გაწევრიანების მსურველებიც კი ესწრებოდნენ, რომელთაც ჯერ საერთოდ არ აქვთ კანდიდატის სტატუსი. ორგანიზატორი იყო პოლონეთი. ფორმულა ვარშავიდან მიზეზების დაზუსტებას ეცადა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ პასუხისმგებელი ივანიშვილია, რომელმაც ევროინტეგრაციაზე თქვა უარი. კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს გაერთიანებაში სწრაფი გაწევრიანებისთვის უნდა გამოეყენებინა, ოლიგარქმა ფაქტობრივ ფორმალობად აქცია. ლუკა ხაჩიძე შემოგვიერთა პირდაპირ ეთერში. ლუკა, კიდევ რა დეტალები ვიცით ვარშავაში გამართული, შეგვიძლია ასე ვთქვათ, არაფორმალური სამიტის შესახებ? ეხის რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზეა დარჩენილი, იმითაც დასტურდება, რომ ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაერთიანების მომავალზე, მათ შორის უსაფრთხოებაზე ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის გარეშე იმსჯელეს. ეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა პოლონეთის დედაქალაქში ამ დისკუსიისათვის მიიწვიეს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები, არამედ პოტენციური კანდიდატებიც კი, სტუმრებს შორის მაგალითად იყვნენ უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც ადრე ბლოკი განიხილავდა საქართველოსთან ერთად ეგრეთ წოდებულ ტრიოდ. ასევე მაგალითად ალბანეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა და სხვები ევროკავშირში გაწევრიანების სულ 9 მსურველი. რატომ ვერ მოხდა ამ ფორმატში საქართველო პოლონეთის საგარეოში, რომელიც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, გითხრეს, რომ მიზეზი არის ოცნების მიერ ევროინტეგრაციაზე უარი. ვარშავის პასუხით კიდევ ერთხელ დადასტურდა ისიც, რომ ივანიშვილის პარტიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის დროებით პაუზად შეფუთვა არავინ დაიჯერა, მათ შორის არც პარტნიორებმა. რა თქმა უნდა ვწუხართ, რომ ვარშავაში ჩვენს არაფორმალურ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენლები არ მონაწილეობენ, თუმცა ეს გამოწვეულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული პირადი გადაწყვეტილებით, რომელმაც გასული წლის ნოემბერში შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ერის გვერდით მტკიცედ დგომას. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მის ბრძოლას დემოკრატიისა და ღირებულებებისთვის, რომლებიც შეესაბამება ევროპულ საზოგადოებას. იმას რომ ვარშავაში ოცნების საგარეო მინისტრი არ იყო, ანალიტიკოსები, დიპლომატები უწოდებენ რეჟიმის იზოლაციის დასტურს და მასშტაბსაც. ვარშავაში ამ დისკუსიის მთავარი თემა იყო ევროკავშირის და ზოგადად ევროპის უსაფრთხოება და როგორც ექსპერტები განმარტავენ, პარტნიორები თბილისს უკვე სამწუხაროდ ვეღარ ხედავენ ამ პროცესში საიმედო დასაყრდენად. ექსპერტთა შეფასებით საქართველოს რეჟიმის მიერ ევროინტეგრაციაზე უარით დაკარგა მნიშვნელოვანი პლატფორმები, მექანიზმები, რასაც უწოდებენ ხოლმე სიკეთეებს და პროგნოზირებენ, რომ ეს უკუსვლა სამწუხაროდ კიდევ გაგრძელდება. ის რომ საქართველოს ევროკავშირი აღარ განიხილავს მოკავშირედ, ანალიტიკოსთა თქმით, ასევე არგუმენტია ოცნების დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომ თითქოს ევროპულ ბლოკში გაწევრიანება 2028 წელს განახლდება და რეფორმები ისეთი სისწრაფით წავა, რომ 2 წელიწადში ქვეყანა ევროპული გაერთიანების წევრიც გახდება. სამწუხაროდ ქართული ოცნების პირობებში და ამ რეჟიმის პირობებში კანდიდატის სტატუსი გვაქვს ქაღალდზე, რეალურად საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობები არის დაპაუზებული, შეჩერებული ამ ხელისუფლების შეგნებული გადაწყვეტილების გამო. ამიტომ არ არის გასაკვირი, სამწუხაროა, მაგრამ არ არის გასაკვირი, როდესაც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა, პოლონეთი, როდესაც ხვდება არა მარტო ევროკავშირის წევრებს, არამედ ასევე კანდიდატ ქვეყნებს, პოტენციურ კანდიდატებს და იმ ქვეყნებს, რომელსაც ევროკავშირი მოიაზრებს თავის წიაღში, ევროპული ოჯახის ნაწილად, რომ იმ შემონათვალში არ არის საქართველო. ეს არის კიდევ ერთხელ საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმის ქართული ოცნების ნაბიჯების დამსახურება. თავარი განსახილველი საკითხები იყო უსაფრთხოება, ეს იყო თავდაცვა და ეს იყო სტრატეგიული მოკავშირეობა და სტრატეგიული ურთიერთობები. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მონაწილეობდა მასში გაერთიანებული სამეფო, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მასში მონაწილეობდა გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ყველა ქვეყანა, ხო, საქართველოს გარდა. საქართველოს იმ მოვლენებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის პირდაპირ უერთდება ფაქტიურად რუსეთის პოლიტიკას. ხო, შესაბამისად, მაშინ, როდესაც ევროკავშირი განიხილავს თავის სტრატეგიულ უსაფრთხოების საკითხებს, აქ თავისთავად უკვე აღარ იქნება, ასე ვთქვათ, საქართველოს მოწვეული მხარეებს შორის, რომ ეს საკითხები განიხილებოდეს და ასევე გზავნილი საქართველოსთვის, რომ ის საკითხები, რომელიც დღეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ესახება უსაფრთხოებას და თავდაცვას, აქაც უკვე კარგავთ ძალიან დიდ მოკავშირეებს, რომლებიც უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. როგორ შეიძლება ვთქვა, რომ არ არის პირდაპირი
შედეგი ამ რეჟიმის ქმედებებისა, რომელმაც თავისი მთავარი ენერგია ჩადო რუსულის მსგავსი ძალაუფლების ვერტიკალის შექმნაში. რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მანამდე მის დეკლარირებულ ამოცანას თითქოს და ევროკავშირში გაწევრიანების. ევროკავშირი ძალიან მტკიცე კონკრეტული სტანდარტების გაერთიანება სამწუხაროდ ამ რეჟიმის მიზამართული ქმედებები დაგვირგვინდა, როგორც ჩანს, მათთვის სასურველი შედეგით საქართველოს იზოლაციის ურთიერთობები შესულია ღრმა კრიზისში და ეს არის პირდაპირი შედეგი ამ ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედებების. ფორმალურადაც, სამართლებრივადაც, ფაქტობრივადაც საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესი არის შეჩერებული. შეჩერებული არის ქართული ოცნების ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული, ანტიხალხური ქმედებების გამო. მიზეზი ქართული ოცნებაა. ეს არის ორმხრივი მოძრაობის გზა. აქ არ არის სამწუხაროდ ცალმხრივი მოძრაობა. ორმხრივი მოძრაობის გზა ქართული ოცნება რასაც აკეთებს, ამას არანაირი კავშირი ევროპის კავშირში გაწევრების პროცესთან არ აქვს. შესაბამისად, მეორე მხრიდანაც იყო ის რეაქცია არაერთხელ ითქვა, რომ ასე შეუძლებელია ჩვენ როდესმე გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. ამ თემაზე კომენტარი განმარტება ვთხოვეთ ოცნების საგარეოს, თუმცა უშედეგოდ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი არაა ევროკავშირის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, მაგალითად თებერვალში ვარშავაში ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრაც, სადაც გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიც მონაწილეობდნენ, საქართველოს გარეშე ჩატარდა. ევროკავშირმა ოცნებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეაჩერა დეზინფორმაციაზე, ანტიდასავლურ და დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯებზე პასუხად ჯერ კიდევ გასულ წელს.